პარტიების აკრძალვა არის ის საკითხი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ეპიზოდი იქნება ქართული ოცნების პოლიტიკური და ისტორიული განაჩენისათვის. მათ წამოიწყეს ეს ძალიან სახიფათო თამაში და დღეს თავადვე არიან აბლანდულები, მათ თავგზა აურიეს საკუთარ პატრონსაც, ივანიშვილსაც, ამდენი თვეა ეს პროცესი უნდა დაწყებული იყოს საკონსტიტუციო სასამართლოში, თუმცა არანაირი ქმედება ჩვენ არ გვინახავს, არანაირი ნაბიჯი გადადგმული, რაც იმის ნიშანია, რომ მათ არ იციან, როგორ უნდა გაგრძელდეს და როგორ უნდა დასრულდეს ეს პროცესი. საბოლოო ჯამში ამ ყველაფერს ქვეყანა შეჰყავს იმ სპირალში, რომლის შედეგიც არის არამხოლოდ პოლიტიკური კრიზისი, არამხოლოდ იზოლაცია, არამედ სიღარიბე, უმუშევრობის ზრდა, ფასების ზრდა, ის ყველაფერი, რაც თითოეულ მოქალაქეს ძალიან მძიმე ტვირთად აწვება, ამაზე პასუხისმგებელი არის ქართული ოცნება და აწი ნებისმიერი ნაბიჯი ამ მიმართულებით, რომელიც მათ არ უნდა გადადგან, კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს ამ კრიზისს, პოლარიზაციას და ისევ ქართულ ოცნებას შემოუბრუნდება უკან.